დღის წინ ერთ-ერთ შეკითხვას უპასუხე, სადაც აქცენტი ძირითადად ეხებოდა იმაზეც, რომ ისლამის სწავლების მიხედვით სამოთხეში მხოლოდ ის მოხდება, ვინც არის მუსლიმი და შეუძლებელია სხვა რელიგიის აღმსარებელი სამოთხეში მოხვედრა. ამ ვიდეოს კომენტარებში საკმაოდ ბევრი უკმაყოფილება და კრიტიკა აისახა ჩვენი გვერდის მსმენელებისგან, გამომწერებისგან. ყველაზე უფრო გასაკვირი ის ფაქტია აღმოჩნდა ჩემთვის, რომ არამუსლიმებზე უფრო მეტად უკმაყოფილებას ის ხალხი გამოთმავდნენ, ვინც საკუთარ თავს მუსლიმებად მოიხსენებენ. არავის არ აქვს ამის უფლება, ამის თქმის უფლება, ღმერთის გარდა არავინ არ იცის ვინ შევა სამოთხეში და ასე შემდეგ ასეთი შინაარსის კომენტარები ძირითადად. დიახ, არავის აქვს უფლება საკუთარი ინიციატივით შეაფასოს, ვინ სად მოხვდება ან ვერ მოხვდება. დიახ, მხოლოდ ღმერთმა იცის, ვინ სად იქნება. ამაში გეთანხმებით. ეს სრული სიმართლეა და იმ ვიდეოში ღმერთის სიტყვებზე დაყრდნობით ვთქვი ის, რაც ვთქვი. და ეგ პრეტენზია ჩემთან კი არა, მაშინ ღმერთთან უნდა წარმოადგინოთ პატივცემულო მუსლიმებო. რადგანაც მე ჩემი ინიციატივით კი არ მithქვამს, რომ გადავწყვიტე ამიერიდან მუსლიმის გარდა არავინ შეუშვა სამოთხეში. არა, ეს ყველაფერი იყო ყურანზე და ისლამის სწავლებაზე დაფუძნებული. უფრო მეტიც, ისლამში სხვადასხვა მიმდინარეობა არსებობს, ბევრ საკითხზე სხვადასხვა გვარი აზრთა სხვადასხვაობები შეიძლება ვნახოთ. ვიღაცა გარკვეულ საკითხზე ეთანხმება, ვიღაცა არ ეთანხმება, თუმცა ეს საკითხი არის კონსენსუსის საკითხი და ყველა თანხმდება, რომ სამოთხე მხოლოდ მუსლიმთა სამყოფელი იქნება. ეს არის ყურანის ამ საკითხთან მიმართებაში ძირითადი შინაარსი და ისლამის სწავლება. შესავალში შეგნებულად აღნიშნე, გამოვიხენე ფრაზა, ვინც საკუთარ თავს მუსლიმს უწოდებს. მუსლიმი ნიშნავს მორჩილს. მორჩილს ალლაჰისა, ალლაჰის წიგნისა, მისი შუამავლისა. მხოლოდ სიტყვებით საკუთარი თავის მუსლიმად მოხსენება არ კმარა იმისთვის, რომ ვინმე ღვთის წინაშეც მუსლიმად იწერებოდეს. ასევე არც ის კმარა, რომ კაცი მუსლიმურ ოჯახში დაიბადოს და ის ღმერთის წინაშე მუსლიმად მოიხსენებოდეს. რადგანაც ისლამი მემკვიდრეობით არ გადადის. ყოველი მუსლიმი ვალდებულია იცნობდეს თავის რწმენას, აცნობიერებდეს, აღიარებდეს და პრაქტიკაში ატარებდეს მას. არა მხოლოდ ისლამი, არამედ ბევრი სხვა რელიგიაც, რომლებიც ეწევა მისიონერულ და მქადაგებლურ საქმიანობას, ჭეშმარიტებას საკუთარ წიაღში ხედავს და ცდილობს, რომ საკუთარ წიაღში მოაქციოს და გადაარჩინოს ის ხალხი, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ ეზიარა ამ ჭეშმარიტებას. აქ რა გასაკვირია? ყველა საწმუნოება ასეთნაირად უდგება საკითხს და ამიტომ ცდილობს საკუთარი რელიგიის ქადაგებას, გავრცელებას, იმ ხალხის ამ წმენაზე მოქცევას, რადგანაც მათ სწამთ, რომ იქ არ არის გადარჩენა, ეს ადამიანი იმ რელიგიაში ვერ გადარჩება და ცდილობს, რომ ის იხსნას თავისი იმ ქვეყნიური სულიერი დაღუპვისგან. და ამაში გამონაკლისი ისლამიც არ არის. რა თქმა უნდა, ღმერთის წინაშე ვინ აღმოჩნდება მართალი, ეს ცხადად და აშკარად მაშინ გამოჩნდება, როდესაც ყველა ჩვენგანი ღვთის წინაშე წარსდგებით. ჩვენ მუსლიმებს ასე გვწამს, ვიღაცა სხვანაირად სწამს. მაგალითად, ქრისტიანი იმიტომ ქადაგებს ქრისტიანობას, რომ ის ხსნას და გადარჩენას მხოლოდ ქრისტიანობის წიაღში ხედავს. თუ ეს ასე არ არის და სხვა ჯულის მიმდევრებიც ცხონდებიან, მაშინ რატომ ხარჯავენ ამდენ ძალისხმევას და რესურსს? მაშინ დავანებოთ თავი, ყველა თავის რჯულზე დარჩეს და თავისი რჯულით ისედაც ცხონდება. ხომ ძირითადი მიზანი ის არის, რომ ადამიანის სული გადარჩეს. აჭარაში ჩვენ ბევრს გვინახავს, გაგვიგონია და ვიცით ისეთი ფაქტები, როცა მონათლული შვილის მშობლები ისი გარდაცვალების შემდეგ მონათლულან, ანუ შვილის გარდაცვალების შემდეგ მონათლულან, რადგანაც წესის აგების წინ მათ განუცხადეს, რომ შენ იმ ქვეყნად შვილს ვერ ინახავ, თუ შენც არ მოინათლები და ამის ხათრით, ამის გამოუვალი სიტუაციით ისინი ამგარან და საკმაოდ ხანდაზმულ ასაკში მონათლულან, რომ იმ ქვეყნად შვილთან ერთად ყოფილიყვნენ, მათ ასე აუხსნეს, ასე განომარტეს. უფრო
ქრისტიანობის წიაღშიც კი ცალკეული დენომინაციების მიმდევრობაც არ არის საკმარისი ცხონებისთვის და გადარჩენისთვის. მაგალითად მართლმადიდებლისთვის კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი ან იეჰოვას მოწმეების მიმდევრობა საკმარისია, რომ ის ადამიანი ცხონდეს. ისლამიც ერთადერთ ჭეშმარიტებას საკუთარ წიაღში ხედავს და ვისაც გადარჩენა ანუ სამოთხეში მოხვედრა უნდა, მან ეს ჭეშმარიტება უნდა აღიაროს. სხვა გამოსავალი არ არის ისლამის მიხედვით. მაგალითად წმინდა ყურანში ვკითხულობთ სურა ალი იმრანი 19 აიათი. ჭეშმარიტად ალლაჰის წინაშე მიღებული სარწმუნოება არის ისლამი. ისევ სურა ალი იმრანის 85 აიათი. ხოლო ვინც ისლამის გარდა სხვა რჯული ეძიოს, ის არ მიიღება მისგან და განკითხვის დღეს წაგებულთაგანი იქნება. ისლამის მთავარი საფუძველი არის თავჰიდი, ანუ ერთი ღმერთის მორჩილება და მისი თაყვანისცემა. სიტყვიერად ყველა ამბობს ღმერთი ერთიაო, მაგრამ პრაქტიკაში ყველა მხოლოდ ერთ ღმერთს ეთაყვანება? თუ მათი ნაწილი ღმერთის გარდა სხვა რამებსაც ეთაყვანება და მათ ევედრება. ერთი ყურანში ცხადად და გარკვევით ბრძანებს, რომ ვინც მას თაყვანისცემაში, მორჩილებაში, ვედრებაში ან რომელიმე ღვთისმსახურებაში თანაუზიარებს და ის ამის მონანიების გარეშე გარდაიცვლება, ერთი მას არ მიუტევებს იმ ქვეყნად. ანუ მასაჭიროა მან ამ ქვეყნად გააცნობიეროს, რომ დააშავა, როდესაც მან ღმერთს თანაუზიარა. ღმერთის ნაცვლად ან ღმერთთან ერთად სხვასაც ეთაყვანებოდა, ღმერთთან ერთად სხვასაც ევედრებოდა და ასე შემდეგ. ეს უნდა გააცნობიეროს, ინანოს და ღმერთი ინშაალლაჰ მას მიუტევებს. ამის შემდეგ კი ბატონო, შეიძლება რომ მოხდეს სამოთხეში, მაგრამ ამ ყველაფრის გარეშე იგივე რწმენაზე თუ დარჩა და აღესრულა, გამორიცხულია, როგორც ყურანი ბრძანებს. მაგალითად სურა ნისას 42 აიათი. ჭეშმარიტად ალლაჰი არ პატიობს მას რომ თანაუზიარონ, მაგრამ ამის გარდა ყველაფერს პატიობს მათ ვისთვისაც მოისურვებს. ანუ ყველაფერს პატიობს არა, იმ მუსლიმთა შორისაც არიან ცოდვილები, მაგრამ ყველას არ ეპატიება. ვისთვისაც ღმერთი მოისურვებს პატიებას, ვინც დაიმსახურებს პატიებას. ვინ დაიმსახურებს? ეს და კონკრეტებით არ ვიცით. ამიტომ ყოველთვის ვიღწვით კეთილისკენ და ვცდილობთ მოვინანიოთ ჩვენი ცოდვები, რადგანაც ჩვენ წინასწარ არ ვიცით გვეპატიება თუ არა. კიდევ ერთი აიათი, სურა მაიდა 72. მართლაც ურწმუნოდ იქცნენ ისინი, ვინც თქვეს, რომ ჭეშმარიტად ალლაჰია მესია ძე მარიამისა. ურწმუნოდ იქცნენ არ ნიშნავს იმას, რომ საერთოდ არ გააჩნიათ რწმენა და ათეისტები არიან. ურწმუნოდ ითვლება ისლამის მიხედვით ის, ვინც არ იზიარებს ისლამის რწმენას. ანუ ისლამის მიდგომა არის ასეთი, თუ რწმენა არ არის სწორი, მაშინ იმ რწმენას ფასი არ აქვს და ეს ნულის ტოლია. ხოლო მესიამ თქვა, ey ისრაელის მოდგო, თაყვანი ეცით ალლაჰს, ჩემს ღმერთს და თქვენს ღმერთსაო. უეჭველად ვინც თანაუზიარებს ალლაჰს, ალლაჰმა მისთვის სამოთხე აკრძალა. ანუ აქ არაბულში წერია, რომ სამოთხე ჰარამი უყო მას და მისი თავშესაფარი ცეცხლია. კიდევ სურა ბეინე აიათი 6. უეჭველად რომელთაც არ ირწმუნეს წიგნბოძებულთაგან. ანუ წიგნბოძებული ხალხი არიან, ვისაც ჩვენზე ადრე წიგნი ებუძათ, იუდეველები და ქრისტიანები. მათ რა თქმა უნდა თავისებური რწმენა გააჩნიათ, მაგრამ აქ არ ირწმუნეს ქეფერუ დანებს აიათში, ანუ არ ირწმუნეს ისლამი, არ ირწმუნეს ყურანი. რა ხდება მათ შემთხვევაში? არ ირწმუნეს წიგნბოძებულთაგან და წარმართთაგან. ჯოჯოხეთის ცეცხლში იქნებიან მარადჟამს, დროებით კი არა, მარადჟამს. კიდევ სურა მუჰამმედი აიათი 34. უეჭველად რომელთაც არ ირწმუნეს წინააღმდეგნი იყვნენ ალლაჰის გზისა, გარდაიცვალნენ და იყვნენ ურწმუნონი. ანუ ამ ფორმით გარდაიცვალნენ, გავიდნენ ამ ფორმით ამ ქვეყნიდან. ალლაჰი მათ არავითარ შემთხვევაში არ აპატიებს.
გასაგებია რომ გიყვართ ნათესავები, ოჯახის წევრები, მეგობრები, მეზობლები და ასე შემდეგ, მაგრამ ღვთის წინაშე ჩვენი გრძნობებისა და ემოციების შესაბამისად კი არა, ღვთის წესების შესაბამისად ფასდება ყველაფერი. ერთი კაცი მივიდა ალლაჰის შუამავალთან, სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ, მას ახალად მიღებული ჰქონდა ისლამი და აინტერესებდა თავისი წინაპრების ბედის შესახებ, რომლებიც წარმართები იყვნენ და ამ ქვეყნიდან წავიდნენ ისე, რომ მათ ისლამი არ მიიღეს. შუამავალმა სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამ უპასუხა, რომ მათი სამყოფელი იმ ქვეყნად ცეცხლში იქნებოდა. ამ კაცს რა თქმა უნდა ემძიმა ეს წინადადება, შუამავალ ალეიჰი ვასალამის ეს განცხადება, თუმცა ვერაფერი ვერ უთხრა და წავიდა. გზად მას შეხვდნენ თავისი წარმართი ძველი მეგობრები. როდესაც შეიტყვეს, რომ შუამავალმა ასეთნაირად უპასუხა მას, იგი ასეთნაირად დაარიგეს. მიდი და მუჰამედს კითხე, მისი მშობლები სად არიან? ჩვენ ვიცით, რომ შუამავალ სალლალლაჰუ ალეიჰი ვასალამის მშობლები ჯერ კიდევ იმ პერიოდში გადაიცვალა, როდესაც ისლამი არ იყო მოვლენილი. და მათთვის არც ის რელიგიები იყო ცნობილი, რომელიც ისლამის მოვლენებამდე იყო ძალაში. ამ ადამიანმა მიბრუნდა და შუამავალს კითხა, ალლაჰის შუამავალო, შენი მშობლები სად არიან? ჩემ მშობლებზე რომ ამბობ, ცეცხლში იქნებიან. შუამავალ ალეიჰი პასუხი იყო, ცეცხლში. რატომ? იმიტომ რომ ისლამი არის სრული სამართლიანობა და ვინმეს დაუმსახურებლად ვიღაცის ხართრით არც აჯილდოებს და არც სჯის. ისლამი არის სრული სამართლიანობის რელიგია. ამიტომ ხანდახან გვესმის საზოგადოებაში მე ჩემი წინაპარი დაკითხი კაცი იყო, ჩემი ბაბუა ხოჯა იყო, ის აქვს დამთავრებული, ის აქვს დამთავრებული, ამდენი იცოდა, იმდენი იცოდა. კი ბატონო, ყველა საკუთარი სულისთვის იღწვის, ყველა დაჯილდოვდება თავისი სიკეთის ან დაისჯება თავისი უკეთურების გამო. შენ ხოჯის ბადიში ხარო, ამისთვის არავინ დაგაჯილდოებს, თუ კი შენ თვითონ არ მოღვაწია ამ ქვეყნად დასაჯილდოებელი საქმეებით. სიმართლე ყოველთვის ტკბილი და სასიამოვნო მოსასმენი როდია. ის ხშირად მწყარე და ამავე დროს პირდაპირია. ბევრს უჭირს ამ მწყარე სიმართლის შეგუება და თვალის გასწორება, მაგრამ სასულიერო პირებს უნდა დაუწყებთ ვაჭრობას, რომ ისე გესაუბრო და ის მოგიყვნენ, რაც თქვენ გესიამოვნებათ. ყველა საკუთარი სულის გადასარჩენად იბრძვის და მათ შორის სასულიერო პირებიც. თურმე ვიღაც კარგი ადამიანი ყოფილა, ამდენ და იმდენ სიკეთეს აკეთებს და ასე შემდეგ. როგორ შეიძლება ის არ მოხდეს ჯენნეთში? ვის მიხედვით არის კარგი ადამიანი? ხალხის მიხედვით, ხო? ხოდა ჯენნეთი ნობელის პრემიის ჯილდო კი არ არის, რომ ხალხის წინაშე დამსახურებული ღვაწლის გამო ჯენნეთით დაჯილდოვდეს ვინმე. არა, ჯენნეთი ალლაჰის წინაშე დამსახურებული ღვაწლის ჯილდოა მხოლოდ.